მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათში ელოდებიან. თემა მიგრაცია. მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიწვია. მმართველ-გუნდში ამბობენ, რომ მიგრაციაზე მთავრობის პოზიცია პრემიერს გაცხადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი მაინც საჯაროდ მიიჩნიეს. მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვავლენთ, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება და იმავდროულად ჩვენ ხედავთ, იქნება ეს სამართალდამცავები თუ შესაბამისი სამსახურები თუ როგორ რაოდენ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მიუხედავად ყველაფრის ამისა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა შესაბამისი ვიდეორგოლით ჩაწერა და მიმართა საზოგადოებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც მოხდარიყო, პრემიერი წარდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე და საზოგადოების წინაშე. დღესვე დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთ წარმომადგენელს მოусმენენ. პრემიერის შემდეგ ასევე ინტერპელაციის წესით კანონმდებლობის წინაშე რეგიონული განვითარების მინისტრი წარსდგება. კახე გულედანის მიწვევა გახარიეს გუნდის ინიციატივა. ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა მინისტრს წინასწარ 25 შეკითხვა გადაუგზავნეს. მათ შორის არის კითხვები სამინისტროს პრიორიტეტებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მთის ფონდის შესახებ, ასევე უწყების ხედვები სამთო სათხილამურო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით. ხმაურიანი მოსმენის მოლოდინშია მართველი გუნდი. მოგეხსენებათ ეს ახლად შექმნილი სამინისტროა, რომელიც გასულ წელს გამოიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შესაბამისად არის არაერთი კითხვა დაგროვილი ამ სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, ზოგადად რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად ეფექტურად ართმევენ ისინი თავს საკუთარ მოვალეობას. გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში პირდაპირ ასრულებენ გარედან მიღებულ დირექტივებს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ისინი აღნიშნულ ინტერპელაციას გამოიყენებენ მორიგი იაფასიანი პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობად. აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა იმ სფეროსთან მიმართებით, რასაც ქვია რეგიონული განვითარება, რასაც ქვია დეცენტრალიზაციის პროცესი, არის ეფექტიანი და შესაბამისად არავინ არ იშურებს ძალღონის იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონები, ჩვენი ქალაქები, სოფლები, სხვა დასახლებული პუნქტები იყოს მაქსიმალურად განვითარებული. გრანტების შესახებ ასევე თამდევ კანონებში ცვლილებებს დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. მათ შორის არის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. წარმოდგენილ ცვლილებებში განმარტებულია თუ რა მიიჩნევა გრანტად და რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან. სიახლის მხარდამჭერები ცვლილებების მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ასახელებენ. გრანტების შესახებ კანონი იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და რაც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ამ ყველაფრის წინააღმდეგია, რა თქმა უნდა, deep state და მისი წარმომადგენლობა საქართველოში. რაც შეეხება იმ მუხლს, სადაც ასევე სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცვაზეა საუბარი, რომ შენ თუ ილაშქრებ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ თუ არავის და არაფერს არ აღიარებ და ამის ქმედებისკენ მოუწოდებ საზოგადოებას და ასე შემდგომ, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამაზე იქნება რეაგირება. სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ გურამ და დავით კაკულიების, ასევე ბესარიონ ჟვანიაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაშვილს ბრალი დაუსწრებლად ძმებ კაკულიებს კი ციხეში წარადგინათ. გამოძიების ინფორმაციით კაკულიებმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა. გადაწყვეტილება სისრულეში 2021 წლის 15 სექტემბერს მოიყვანეს. უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს 17 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. ჟენევაში ვაშინგტონის შუამავლობით მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის პოზიცია გახდა. ინფორმაციას აქსიოსი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მხარები ვერ აღწევენ პროგრესს პოლიტიკურ საკითხებზე. სამხედრო დიალოგში კი
პროგრესი მიიღწევა. საუბარია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი აზრით, ზელენსკი არ აწარმოებს სერიოზულ მოლაპარაკებებს და ცდილობს ქვეყნის შიგნით შესაძლო არჩევნების წინ საკუთარი პოპულარობა გაზარდოს. მოლაპარაკებებს გამოეხმაურა თავად უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს. ამ შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქსიოსთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, მოლაპარაკებები გუშინ დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს 3 ნარკოტრაფიკინგის გემზე, რომლებიც კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის ტერიტორიებზე გადაადგილდებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. შტატების ადმინისტრაციის მხრიდან ოფიციალური ცნობები დაღუპულების შესახებ და ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი დაკავშირებული ნარკოტრაფიკინგთან ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ირანმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ მზად არის გამდიდრებული ურანის ნაწილი რუსეთს გადასცეს. არსებული მარაგი 12 ბირთვული ბომბის შექმნისთვის არის საკმარისი. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შეთავაზებით თეირანის წარმომადგენლები ომანში თვის დასაწყისში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს გამოვიდნენ. საქმესთან დაკავშირებულმა დიპლომატებმა გამოცემას უთხრეს, რომ ირანი მზად არის ურანის გამდიდრება 3 წლის ვადით შეაჩეროს. შეერთებული შტატების პირობაა ქვეყანამ მთლიანად უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გუშინ ჟენევაში მოლაპარაკების მეორე რაუნდი გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმების შემუშავების გზებთან დაკავშირებით მხარებმა საკუთარი იდეები წარადგინეს და გარიგების მომზადებისთვის ტექსტების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Wall Street Journal-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პროგრესი მიღწეულია, თუმცა განსახილველი ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება. და კვლავ საქართველოს და რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში 2025 წელს ქვეყანამ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი კონტეინერი მიიღო. გასულ წელს პორტებში 17 მილიონ ტონამდე ტვირთი დამუშავდა. სტატისტიკის მიხედვით საკონტეინერო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა. პორტებთან ერთად დატვირთვა საგრძნობლად მოემატა საქართველოს რკინიგზასაც. საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ცალსახად კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს შეუცვლელ სატრანზიტო და სატრანსპორტო როლს შუა დერეფანში. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ისეთ თანამშრომლობას, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ, რა თქმა უნდა, ეფექტური რეგულირებით და ეფექტური ტექნიკური რეგულირებით მათ ეფექტურ მუშაობას. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირეს. გადამუშავდა 745,000-ზე მეტი ტეუ და 16,8 მილიონი ტონა ტვირთი, რაც ზრდას ნიშნავს როგორც პორტებში, ისე სარკინიგზო მიმართულეებზე. როგორც ტექნიკური მარეგულირებელი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა იყოს უსაფრთხო, სტანდარტებზე დაფუძნებული და საერთაშორისო პარტნიორობისთვის სანდო. ჩაის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მხარებმა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მათ შორის ქართული ჩაის ცნობადობის ამაღლება, დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ცოდნის გაზიარების საჭიროება. ითქვა, რომ დაწყებულია სახელმწიფო პროგრამების განახლებისა და ახალი ინიციატივების შემუშავების პროცესი, რომელიც დარგის განვითარებასა და ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. წარმოადგინეს მოვიყვნენ თავიანთი პრობლემების შესახებ, რომელიც მოიცავდა საკანონმდებლო საკითხებს, მარეგულირებელს, დაფინანსების, ცოდნის გავრცელების სტანდარტების თუ სხვა. მივიღეთ მოსაზრებების შენიშვნები, ყალიბდებით ერთობლივი მუშაობის ფორმატზე და ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა გაგრძელდება წარმატებით და შემდგომში ანალოგიური ფორმატით გსურს სხვა სექტორების წარმომადგენლებთანაც გავაგრძელოთ მუშაობა. საჩხერის სამთო-მომზადების სკოლა 20 წლისაა. აღონისძიების ფარგლებში მოვალეობის საუკეთესოდ შესრულებისთვის სამხედროები მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის საჩხერის სამთო-მომზადების სამხედრო სასწავლებელში მომზადებას გადიან ქართველი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები. ტარდება სხვადასხვა სირთულის, ზამთრისა და ზაფხულის სპეციალიზირებული კურსები.
აღსანიშნავია, რომ ამ 20 წლის განმავლობაში სამართალმომზადების სკოლამ 2010 წელს მიიღო პარტნიორობა მშვიდობისათვის საწვრთნელი ცენტრის სტატუსი და მას შემდეგ ემსახურება როგორც ეროვნულ სასწავლო პროცესებს, ასევე საერთაშორისო კურსებს. დღეის მდგომარეობით 1200-ზე მეტ პარტნიორ და წევრ ქვეყანას აქვს მონაწილეობა მიღებული სამართალმომზადების სწავლებაში და გავლილი აქვს სამართალმომზადების კურსები, როგორც ზამთარის, ასევე ზაფხულის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში იგეგმება წრომში სასაფლაომდე მისასვლელი გზის, ნადარბაზევში, იმერლიანთ კარში, დიდ და პატარა ყელეთში ბეტონის გზების მშენებლობა, ხოლო ახალშენში სკვერის მოწყობა. მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარადგინება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრა სხვადასხვა სოფლებში დღეს ვიმყოფებით წრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოხდა შეხვედრა მოსახლეობასთან, განვიხილეთ ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აწუხებს მოსახლეობას და მათი თხოვნით, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გაითვალისწინებს და დაიწყებს ამ სამუშაოებს. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე, რუსთავი 2.g შეგეძლიათ, კურიერის ხრაზი ამით დასრულებულია.